ერთ-ერთი საფლავი, რომელიც ჯვრის მონასტრის ნეკროპოლში გახსნა ათანასიოს იკონომოპულოსმა, საინტერესო აღმოჩნდა იმით, რომ იქ ორი მანდილოსანი აღმოჩნდა დაკრძალული. ეს მანდილოსნები მისი აზრით წარჩინებულები იყვნენ და ასაკიც კი განსაზღვრა დაახლოებით ერთ-ერთი ასაკი 40-დან 47 წლამდე მერყეობდა, მეორესი კი დაახლოებით 25-27 წლის ასაკს უჩვენებდა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან ძალიან ძნელია, შეიძლება ნათესაური ურთიერთობაში, შეიძლება დედა-შვილია, შეიძლება არც არიან დამოკიდებული ნათესაური კავშირები და უბრალოდ მონაზვნები არიან. ყოველ შემთხვევაში ეს გამოცანად დარჩა და რაც თავარია გამოთქმული იქნა ჰიპოთეზა, რომ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი თამარ მეფე ყოფილიყო, მეორე კი სავარაუდოდ მისი მამიდა რუსუდანი. ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეზაა, მისი დამტკიცება ძალიან ძნელია ნივთიერი მასალის გარეშე, ჩვენს ხელთ არ არის ეს. თვითონ ცვლილებიც კი ათენში იქნა გადატანილი შესასწავლად და იკონომოპულოსის მიერ, ხოლო სურათი, რომელიც ასახავს ამ საფლავს, მოიპოვა ირაკლი აბაშიძემ მასთან პირადი შეხვედრისას 1980-იან წლებში. ძალიან საინტერესო საკითხია მამათა მონასტერში დაკრძალული ამ ორი ქალბატონის ვინაობა, ვინ იყვნენ და ასახელები ერქვათ, მაგრამ არქეოლოგიური მაინც არ არის ზუსტი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ისინი, თუმცა ქართული იერსახე აშკარად შეინიშნება აი ამ აღწერილი სურათებში.